არგენტინის გოლზე რო გაათანებრეს ისეთი დამემართა რომ მაგდროს ჩემი ფუნქცია რომ შეგემოწმებინათ ფუნქციონალურად ჩემი ტვინი ალბათ იქ გააქტივებული იყო ყველაფერი. თქვენი დაინტერესებული თვალები უკვე მეუბნება იმას რომ თქვენს ტვინში მოდულაცია მიმდინარეობს. ეს ფრაზაც ძალიან გვიყვარს ხოლმე რომ მენტალურ ჯანმრთელობაში ხელით ცეცების სიარულის დრო დამთავრდა. უძილობა ეს არის 21 საუკუნის დაავადება. აი მოგვიყევით აბა რა არის უძილობა, რა არის ამის მიზეზი? მოგესალმებით მეგობრებო. მორიგი ეპიზოდი ჩვენი პოდკასტისა ოთარი ექიმო და სხვათა შორის ვიფიქრეთ ბევრი თუ რაზე გვესაუბრა დღევანდელ გადაცემაში და რადგან ძალიან აქტუალურია დღეს ზოგადად მენტალური ჯანმრთელობა და მისგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები ჩავთვალეთ საჭიროთ რომ ამ დარგის სპეციალისტი მოგვეწვია და გვესაუბრა ამ თემაზე ექიმი კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი ნეიროფსიქომოდულაციის დოქტორანტი ამერიკაში ქალბატონი აზა მანთაშაშვილია დღეს ჩემი სტუმარი მოგესალმებით ქალბატონ აზა მე ყველა სტუმარს ვაფრთხილებ ხოლმე და თქვენც არ ხართ გამონაკლისი რომ მე აქ როცა ვზივარ წარმოვადგენ ხალხს ანუ არ მოგეჩვენოთ შეკითხვა რომ აი დაუშვათ ექიმი რატომ ისვავს ასეთ შეკითხვას ანუ მე ვცდილობ რომ ყოველთვის დავსვა სახალხო შეკითხვები ის დაუშვათ რაც აინტერესებს ჩვენს მსმენელს და ჩვენს კეთილი მოგესალმები ხალხს რომელსაც თქვენ წარმოადგენთ დიდი მადლობა დავიწყოთ მოკლედ დავიწყოთ იცით რითი რომ აი მენტალური ჯანმრთელობის ეგრეთ წოდებული პანდემიაა დღეს მსოფლიოში მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი და ზოგადად რისგან არის ეს გამოწვეული დაუშვათ დიაგნოსტიკამ უფრო ასე ვთქვათ უფრო ვსვავთ ამ დიაგნოზს ვიდრე ადრე ვსვავდით ანუ ტექნოლოგიები განვითარდა თუ რასთან არის ეს დაკავშირებული დაგეთანხმებით მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა იმადა მე-20 და 21 საუკუნეში განსაკუთრებით მთელს მსოფლიოში სხვათა შორის და განსაკუთრებით თვალნათელი გახდა რომ ცივილურ სამყაროში მაშინ როდესაც ამდენი ესე იგი ტექნოლოგიური განვითარების მომსწრენი ვართ ასე რიგად განვითარდა მრავალმხრივ მსოფლიო ტექნოლოგიები რატომ ხდება რომ ყველაფერი თითქოს გაადვილდა თითქოს და ადამიანისთვის ცხოვრების სტილი შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს ისე რომ გაიადვილოს ცხოვრება ამან პირიქით ხელი უნდა შეუწყოს თითქოს და მენტალურ ჯანმრთელობის უფრო გაღრმავებას მაგრამ პრობლემებმა იმატა მართალი ბრძანდებით და ეს არის მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული და მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად კი ბატონო პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო რომ მენტალური ჯანმრთელობა ამით ვიწყებ ყოველთვის ყველგან და მინდა რომ ეს ძალიან კარგად იცოდეს მაყურებელმა რა არის მენტალური ჯანმრთელობა იმიტომ რომ სრულიად სხვადასხვაგვარად აღიქვამს ყველა და სხვადასხვაგვარად ახასიათებს აი ამ ტერმინს მენტალური ჯანმრთელობა როგორც ეს ხასიათდება სამედიცინო კუთხით ეს არის მდგომარეობა ადამიანის მდგომარეობა როდესაც ტვინი სხეული და გონება მუშაობს სინქრონიზირებულად, ორკესტრირებულად, ჰარმონიულად და აი ამ ჰარმონიაში, აი ამ ორკესტრში კიდევ ერთხელ სულხას უსვამ ამას, ტვინი, როგორც ორგანო, არის როგორც მონაწილე, ასევე დირიჟორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი ნაწილი აი ამ ყველაფრისა მენტალური ჯანმრთელობის ანუ ტვინი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი როგორც აღნიშნეთ ესე იგი ფაქტიურად ის განაგებს და ასევე მონაწილეობს აი ამ ორკესტრში. მაშინ გითხარით რა არის ნეიროფსიქომოდულაცია? დიახ. ნეიროფსიქომოდულაცია არის მეთოდი მენტალური ჯანმრთელობის სამართავად რომელიც მოიცავს ნეირომოდულაციას და ფსიქომოდულაციას. რა არის ახლა ნეირომოდულაცია? როგორც უკვე აღნიშნეთ, ტვინი არის ძირითადი მონაწილე ჩვენს სისტემაში, ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაში და ფაქტიურად ხდება ისე რომ სამედიცინო სფერო, რომელიც განაგებს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას,
არ ნახულობს, არ იკვლევს იმ ორგანოს, რომელზეც მთლიანად არის დამოკიდებული და აწყობილი ეს სისტემა, მთლიანად არის დამოკიდებული ის თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ გრძნობთ და როგორ ვიქცევით. აი ეს ყველაფერი, აი ეს სამივე კომპონენტი აბსოლუტურად არის დამოკიდებული twin-ზე და თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი მენტალურ ჯანმრთელობას გამოსახავს და ამ დროს სფერო, რომელიც ძალიან საპატივსაცემო სფერო და ძალიან საჭირო, ფსიქიატრია, ორგანოს, რომელიც ამას განაგებს არ იკვლევს იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მოუაროს ბოლომდე. მაგრამ ეს არ არის არც ფსიქიატრიის დანაშაული და არც მედიცინის დანაშაული, ეს ხდება უბრალოდ იმიტომ, რომ ნეირომეცნიერება მე-20 საუკუნეში ჯერ კიდევ არ იყო იმ დონეზე განვითარებული, რომ ეს ყველაფერი სწორად დაკავშირებული იყო მენტალურ ჯანმრთელობასთან, მაგრამ 21 საუკუნის მეცნიერულმა ძრებმა, წინსვლებმა, ნეირომეცნიერებაში განსაკუთრებით ძალიან დიდი ცვლილებები შემოიტანა ამ სფეროში. ამ ცვლილებების ეპიცენტრში გახლდით ბოლო 13-15 წელიწადი ნიუ-იორკში და სწორედ ამიტომ იყო რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი ინტერესით მივიღე, შევისწავლე და ახლა გეტყვით რა არის ნეირომოდულაცია. ნეირომოდულაცია ფაქტიურად ყოველ წუთში ჩვენი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. ანუ ახლაც მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად თქვენი დაინტერესებული თვალები უკვე მეუბნება იმას, რომ თქვენს twin-ში მოდულაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ანუ ცვლილება ხდება. და ეს ყველაფერი უზრუნველყო იმ არაჩვეულებრივმა ფენომენმა, რომელიც ბუნებამ გვისაჩუქრა და ეს არის ნეიროპლასტიურობა. რა არის ნეიროპლასტიურობა? და გაჩენის დღიდან დღემდე ჩვენი ბოლო ამოსუნთქვისა ჩვენი twin-ის სულ ცვლილებაშია აბსოლუტურად ყველა წუთი და წამი ახალი სინაფსი შეიძლება წარმოიქმნას დაშვება ამისი და ალბათობა არის და შესაძლებელია რომელიღაცა ესე იგი სინაფსი ანუ ნეირონებს შორის კავშირი მეტად აქტიური ან ნაკლებად აქტიური გახდეს. დამოკიდებულია ეს ყველაფერი იმაზე, თუ როგორია გარემო, როგორია ტემპერატურა, როგორია ესე იგი ყველანაირი გარემო ფაქტორები, რომელიც ჩვენზე მოქმედებს. აი ეს ფენომენი, აი ამ ცვლილების ფენომენი გამოიყენა მენტალური ჯანმრთელობის სიახლეებისთვის მეცნიერებამ და ჩამოაყალიბა ნეირომოდულაციის მეთოდი, ანუ გარეგანი დახმარებით, გარეგანი საშუალებებით, ტექნოლოგიური საშუალებებით, ჩვენი twin-ის ისეთი ცვლილება, რომელიც ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას გამოადგება, შეცვლის უკეთესობისკენ. და ეს ყველაფერი ტექნოლოგიურად დადასტურებული და დამტკიცებულია ამერიკაში. თქვენ ბრძანეთ, რომ თავარი ორგანოს გამოკვლევა არ ხდებოდა. დიახ. ხო, მე-20 საუკუნეში ეს არავის ბრალი არ არისო. აბსოლუტურად. ეს მოიტანა 21 საუკუნემ, მოიტანა ტექნოლოგიების განვითარებამ. აი რას გულისხმობთ? აი თქვენ როგორ იკვლევთ თავის twin-ს? დიახ. თავის twin-ის კვლევის მეთოდები, რა თქმა უნდა, მედიცინაში უკვე არსებობდა და დღესაც ხო, ნუ მე არ გულისხმობ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, PET-ს და ასე შემდეგ. აი თქვენი კუთხით, შემთხვევაში საუბარია twin-ის ფუნქციურ კვლევაზე, ანუ ელექტროფიზიოლოგიურ კვლევაზე. საქმე იმაში გახლავთ ოთარ, რომ ჩვენს twin-ში მიმდინარე ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ფიზიკა და ქიმია ერთმანეთს იმდენად ავსებს და ერთმანეთზე იმდენად არის დამოკიდებული და ქმნის ნეირობიოლოგიას, რომ ამაზე მთლიანად ვართ აბსოლუტურად აწყობილი. თუ როგორია ჩვენი განწყობა, ფიქრი და მენტალური მდგომარეობა. აი ამ დეტალების შესწავლის შედეგად ჩამოყალიბდა სხვადასხვა მეთოდი და ერთ-ერთი მათგანი არის რაოდენობრივი EEG, quantitative EEG, აი ესე ქვია. ელექტროენცეფალოგრამა. ელექტროენცეფალოგრამა, ოღონდ დახვეწილი და სრულიად სხვა ხარისხის. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ელექტროენცეფალოგრამაზე ჩვენ შეგვიძლია ქერქის წაკითხვა. ამ შემთხვევაში უკვე ალგორითმული დათვლით, კონკრეტული პროგრამების გზით, კონკრეტული მეთოდების საშუალებით, მას შემდეგ რაც შეისწავლება და აიღება ინფორმაცია twin-ის ქერქიდან, ამის შემდეგ უკვე ხდება ალგორითმული დათვლა ქერქქვეშაარეების შესახებ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს ძალიან ბევრ ფუნქციას
განაპირობებს, ქერქვეშა ანუ ქერქვეშა ბირთვები, თეთრი ნივთიერება, ამის ყველაფრის ბროდმან არეები და ასე შემდეგ 250-ზე მეტ უბანში როგორი ელექტრული აქტივობა გამომუშავდება. ანუ როგორია თქვენი სინაფსების ურთიერთობა და თქვენი სინაფსური კავშირები, ამის მიხედვით დათვლილია თქვენი მდგომარეობის შესაბამისობა. მოყვანილია ყველაფერი თქვენი მენტალური მდგომარეობის შესაბამისობაში. ასე რომ აი ეს ინფორმაცია წარმოიდგინეთ რომ გარდა ჯერ ერთი ქერქი რამდენად მნიშვნელოვანია დეტალებში დათვლის შემთხვევაში, ხომ? ქერქიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ვიცით და ამიტომ ესაც ძალიან დიდ დეტალებშია გამოსახული, რიცხობრივი მონაცემებია. რატომ ქვია ამ კვლევას quantitative, იმიტომ რომ რაოდენობრივი, ანუ რიცხობრივი მონაცემები გვაქვს ჩვენ იმისა, თუ როგორ მოქმედებს, როგორ მუშაობს, მაგალითად, როგორი აქტივობაა თქვენს მაგალითად მარცხენა დორსოლატერალურ პრეფრონტალ კორტექსში. აი ამისი რიცხობრივი მონაცემი დადებულია ტოპოგრაფიული სიზუსტით იძლევა ინფორმაციას. აბსოლუტურად. სიზუსტით არის ინფორმაცია. შემდეგ ეს ინფორმაცია შედარებულია თქვენივე ასაკის, თქვენივე ჯენდერის, ანუ თქვენივე სქესის 5000 ტვინთან. დატა არსებობს, ესე იგი, მონაცემთა ბაზა არსებობს ტვინების, თავისთავად რეალური ინფორმაციის შედეგად. ამასთან არის დადგენილია ნორმა, ანუ normative standing deviation, ასე ქვია, არის ნორმა და აქედან ამ თუ იმ უბანში, სად არის მაღალი აქტივობა, სად არის დაბალი აქტივობა, რომელი ელექტრული ტალღა რამდენად მეტად გამომუშავდება და ნაკლებად ამაზეა ზუსტად ჩამოყალიბებული მთლიანად ესე იგი მეთოდოლოგია დამყარებული ნორმასთან შედარებით. ნორმის ზღვარს მიღმა უკვე არის გადახრა. და აი ამის გამოსწორებაზე ზრუნავს უკვე ნეირომოდულაცია, ანუ ელექტრული სიხშირის ბალანსზე. რომელსაც მოყვება ქიმიური, ანუ ჰორმონალური და ნეიროტრანსმისერების და ასე შემდეგ ბალანსი. იმიტომ რომ ქიმია და ფიზიკა, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, თავის twin-ში ერთმანეთთან ჭიდროდ არის დაკავშირებული. TMS-ზე მივედით. ხო? თუ ვერ მივედით ჯერ. იცით რა, აქ კიდევ არის რაღაცა ისეთი ამოსაწური მასალა. მაგალითად, სანამ TMS-ამდე მივალთ, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ცოტა მაყურებელს მივაწვდით ინფორმაციას, რას ნიშნავს ეს სიხშირეები. ხო, რას გვაძლევს და რას ნიშნავს? ანუ ტვინის ტალღები დაყოფილი არის აი ამ მეცნიერებით, ამ მონაცემთა ბაზის მიხედვით დაიყო რამოდენიმე ჯგუფად და არის დაბალი სიხშირის და მაღალი სიხშირის ტალღები. დაბალი სიხშირის ტალღებში შედის 0-დან 12-ის ჩათვლით ჰერცი, ჰერცებშია ეს ყველაფერი დათვლილი, 0-დან 12-ის ჩათვლით არის დელტა, ზეტა და ალფა ტალღები და შემდეგ უკვე მაღალი სიხშირის ტალღები, low beta, სადღაც შუაშია რესურსად და შემდეგ უკვე beta, beta 2 და gamma ტალღები. ანუ მთლიანად ჩვეულებრივი ფიზიკა გამოსახულია ჰერცებში, ჩვენი ტვინის ფიზიკა და არის გარკვეული უბნები, სადაც უნდა გამომუშავდებოდეს დაბალი სიხშირის ტალღები და ეს საჭიროც არის და ნორმალურია. არის ესე იგი ტვინის უბნები, სადაც აუცილებლად მაღალი სიხშირის ტალღა უნდა იყოს იმისათვის, რომ ამ მისი ფუნქციონირება სწორად მიმდინარეობდეს და ეს ნორმალურია და თუ ეს პირიქით არის ტვინის არეალი, მაგალითად უკანა და წინა, მარჯვენა და მარცხენა ყველაფერი დაყოფილია ბროდმან არეების მიხედვით, სად როგორი უნდა იყოს, აი ამისი ნორმა, რადგანაც უკვე იცის ნეირომეცნიერებამ, ამის შემდეგ უკვე ვიცით როგორ შეიცვალოს ეს ყველაფერი, როგორ მიუდგეთ ამ ყველაფერს, მაგალითად როდესაც ჩვენ გვძინავს, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სრულიად სხვადასხვა ერთი და იგივე ტვინის თვალებ დახუჭული და თვალებ გახელილი ელექტროენცეფალოგრამა სხვადასხვანაირია, სხვადასხვა სიხშირეს გამოიმუშავებს ამ დროს ტვინი და ესაც ნორმაა, ასე უნდა იყოს. მთავარი აქ ცოდნა, სად რა უნდა იყოს ნორმალურ მონაცემებში. სიფხიზლეშიც დაუშვათ მდგომარეობას ხო გააჩნია, აი დაუშვათ. აბსოლუტურად. ფეხბურთი ხა მაგალითად მე არგენტინის გოლზე რო გაათანებრეს ისეთი დამემართა რომ მაგ დროს ჩემი ფუნქცია რო შეგემოწმებინათ ფუნქციონალურად ჩემი ტვინი ალბათ იქ გააქტივებული იყო ყველაფერი. მეორეზე არ დაგემართა, მე მეორეზე გადავირიე. მეორეზე მთლად გადავირიე, ხო და ანუ სიფხიზლეშიც
მნიშვნელობა აქვს რა მდგომარეობაში ვართ, ხო? აუცილებლად. ნახეთ, თავიდან თავდაპირველად ვთქვით, რომ ტვინი, სხეული და გონება სინქრონულად, როდესაც ორკესტრირებულად ეს ძალიან ესეთი საყვარელი სიტყვაა ჩემი, იმიტომ რომ ეს იმდენად მნიშვნელოვნად, ესე იგი, ფიგურირებს ჩვენს გარემოში სულ, რომ როგორია ეს, რა სიტუაციაა, რა გარემოა, რა, ესე იგი, აგზნების ფაზის რა ეტაპზე ვართ. რამდენად სიმშვიდეა საჭირო. მოკლედ, ეს ორკესტრირებული მოქმედება მოიცავს ზუსტად ამ ყველაფერს და როდის უნდა იყოს ნორმა და არა. გადავიდეთ ახლა თვალებ დახუჭულ და თვალებ გახელილზე. ნახეთ, გითხარით რომ სხვადასხვაა თვალებ დახუჭული და თვალებ გახელილი. თავარი განსხვავება, ნახეთ, როგორ არის მოწყობილი და როგორი ესე იგი დიდი სიბრძნით არის მოწყობილი ჩვენი ტვინი. და ამის ყურადღების მიქცევა როგორ იზრუნა შემქმნელმა საოცრად იზრუნა თანაც აი ხანდახან ყოველ დღე მაგაზე ვფიქრობ რომ ესეთი ზრუნვა როგორ შეიძლება ესეთი სკულპტუროზურობა როგორ შეიძლება არსებობდეს ხო და როგორც კი თვალებს დავხუჭავთ ჩვენი მაღალი სიხშირის ტალღები აუცილებლად ბალანსირდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიხშირის ტალღით ალფა და პაციენტი როდესაც კვლევას ვატარებ ან და თერაპიას ვატარებ ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდება მე twins უყურებ როდესაც თერაპიას ვატარებ ჩემს თვალწინ არის twin ეგე მიმდინარეობს და თვალს დახუჭავს და წამოვა ალფა აი ალფას უკვე აქვს რესურსი რომ ნელ-ნელა გადავიდეთ ზეტაში და შემდეგ უკვე დადგეს დელტა რომელიც ნიშნავს ჩვენს ძილს რომელ ტალღას რა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ამაზე თუ გინდათ შემდეგ ჩავშალოთ მაგრამ ერთი რამ არის რომ თუ გვინდა რომ ესე იგი ვიცოდეთ შემდგომ რა როგორ შევცვალოთ უნდა ვიცოდეთ ამ პაციენტის თვალებ დახუჭულიც თვალებ გახელილიც და კიდევ ერთი სიტუაციური ნახეთ წეღან თქვენ რაც ბრძანეთ რომ გოლზე ეს დაგემართათ სიტუაციურ კვლევას ვეძახით ამას მას შემდეგ რაც ვიცით ნორმები უკვე შემდეგ უკვე პაციენტს გაჩნია რა სიმპტომი აქვს პაციენტს, უკვე ვიცით წინასწარ არის ანამნეზი აკრებილი, უკვე ფსიქოლოგიური ესე იგი სიმპტომები ჩაწერილი გვაქვს, ზოგადი სურათი უკვე არის და ამის მიხედვით ვაყენებთ სიტუაციურ ეგეს, ანუ მაგალითად პაციენტს აქვს პრობლემა ყბადაღებული თემა დედასთან. ნუ აქ იმდენად არა ამერიკაში ყველა დედასთან იბრძვის რაღაცნაირად ფროიდიდან გამომდინარე. მოკლედ ვთქვათ, აქვს დედასთან პრობლემა და წარმოსადგენად, წარმოსახვაში აი ამ პრობლემას წარმოედგენს და ჩვენს წინაშე არის სურათი ზუსტად როგორია ამ პრობლემის რა ნეირობიოლოგია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ გავითავისოთ, რომ ჩვენს ყველა მდგომარეობას, ჩვენს ყველა ფიქრს ჩვენს ყველა გრძნობას და მით უმეტეს ესე იგი მოქმედებას აქვს თავისი ნეირობიოლოგია და სულ სკულპტუროზურად ცვალებადი. თქვენ დედაზე რომ ფიქრობთ, სრულიად სხვა ნეირობიოლოგიას წავიკითხავთ თქვენს ტვინში და მამაზე სრულიად სხვას და რა თქმა უნდა სხვას არგენტინის გოლზე. კარგი, უძილობა ახსენეთ თქვენ და ეს თემაც ძალიან საინტერესოა და მინდა რომ ვისაუბროთ. თუ გნებავთ ახლა ჩავშალოთ, თუ გნებავთ ჯერ TMS მივხედოთ და ნეიროფიდბექს და მერე გადავიდეთ. კი ბატონო, დაავადებებზე მოდით შემდეგ გადავიდეთ. კარგი, მოდი მაშინ TMS-ი და ნეიროფიდბექი. მოდით ესე მოვხაზოთ ეს ყველაფერი. მას შემდეგ რაც ჩავთვალოთ რომ პაციენტი უკვე გამოკვლეულია და ის მთავარი ჰიპოთეზა, მთავარი ესე იგი მოწოდება თანამედროვე მენტალური ჯანმრთელობისა, რომ ეს ფრაზაც ძალიან გვიყვარს ხოლმე, რომ მენტალურ ჯანმრთელობაში ხელით ცეცების სიარულის დრო დამთავრდა. ესაც იქიდან წამოვიღე ის ფრაზა, იმიტომ რომ ამ მოწოდებით უკვე ძალიან ბევრი ფსიქიატრი სარგებლობს და თავისთავად ცხადია, ხო ფსიქიატრებს არასწავლეს მეც ჩვეულებრივი ექიმი ვიყავი საქართველოში და მეც ნუ გარკვეულწილად ვისწავლე ეგეც, გარკვეულწილად ვისწავლე ტვინით, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობის და ტვინის კავშირი ფსიქიატრებს არ უსწავლიათ, მოკლედ, აი ესეთი კონკრეტული და დეტალებში. ეხლა ეს წამოვიდა და ვიცით რომ ტვინი შევისწავლეთ ამ წუთას, ვიცით რომ აი ამ ტვინის ნეიროფიზიოლოგია ფსიქიატრებიც უკვე სარგებლობენ ამ თანამედროვე ფსიქიატრები. კი ბატონო, თქვენ და ჩვენთან ფსიქიატრიული კლინიკა, სადაც მე ვმუშაობდი, სადაც მე მოღვაწეობდი მთელი 13 წელი, სადაც ეს ვისწავლე კიდევაც და შემდეგ უკვე მრავალი მენტორი გამოვიცვალე, მაგისტრატურაც იქ დავამთავრე, დოქტორანტურაც იქ თითქმის ბოლომდე მივიყვანე ნიუ-იორკში. ეს ყველაფერი ჩამოიტანეთ საქართველოში. ეს ყველაფერი ჩამოვიტანე საქართველოში, იმიტომ რომ ყოველგვარი გადაჭრა
დაჯარბების გარეშე ნამდვილად ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოში აი ეს ტალღა მენტალური ჯანმრთელობის სიახლეებისა დამკვიდრდეს და მოსახლეობამ ამით დიდი სარგებელი მიიღოს. მე აქვე უცებ ვიტყვი, რომ Eyeline-ია კლინიკა ჩვენი სპონსორი არ დამავიწყდეს, იმიტომ რომ Eyeline-ის დამსახურებაა ჩვენ რომ ვარსებობთ ზოგადად Eyeline-ი ადგილი, სადაც ნებისმიერი პრობლემა შეგიძლიათ თვალის პრობლემა მოაგვაროთ ყოველგვარი დისკომფორტის და ტკივილის გარეშე. კარგი, მაშინ აქვე ლოგიკური გაგრძელება, რადგან კლინიკებზე გადავედით და რადგან მეთოდის ჩამოტანაზე გადავედით. მოდით აღვნიშნოთ, რომ საქართველოში თბილისში ყიფშიძის 7B-ში ჩვენ დავმკვიდრდით, გავხსენით ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრი. ის მეთოდი, რომელიც აი იქ ძალიან ისე რუდუნებით შევკარით და იმ კლინიკაში, სადაც მე მუშაობდი, Brain Wellness Center-ში, იქიდან ესე იგი პრინციპში გადმოკოპირებულია ყველაფერი მთლიანად. ეს არის მეთოდი და მეთოდოლოგია, რომელზეც მე დისერტაციას იქ ვიცავ და თითქმის მიყვანილი მყავს უკვე ბოლომდე. ანუ ეს არის სიახლე მენტალურ ჯანმრთელობაში და ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრში ეს მეთოდი სრულად არის დამკვიდრებული და ეს არის ამერიკული მეთოდი, რომელსაც იქაც ფუფუნებად თვლიან ამერიკელები. ძალიან საინტერესოა. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი პანამის არხი YouTube-ზე და იქ შეგიძლიათ გვიყუროთ. კარგი, TMS-ი მოგვიყევით ახლა. კი ბატონო. ხედავთ, როგორი მოლოდინის დროშა. ეხლა თქვენი ტვინი ძალიან საინტერესოა რა აქტივობაშია ამ ინტერესის ქვეშ, ხო? დიახ. უკვე შევისწავლეთ პაციენტის ტვინის ნეიროფიზიოლოგია და ვიცით გაკეთდა ტვინის რუკები, ესეც ძალიან ესეთი გავრცელებული ესეთი ტერმინია უკვე, ამას იცნობს საზოგადოება, ტვინის მეფინგი, brain mapping და გამოსახულია ეს ყველაფერი დათვლილად, შედარებული ნორმებთან და მოცემული ფერებში, hertz by hertz, თითოეული ჰერცის მიხედვით, სად რომელ არეალში არის ცდომა. სად არის მეტი ესა თუ ის, მაგალითად ალფა სად არის მეტი, დელტა სად არის მეტი, ბეტა სად აკლია და ასე შემდეგ. ვიცით უკვე და ვიცით, გვაქვს რუკა, ამას ტყუილად არ ქვია რუკა, ეს არის ჩვენი გზამკვლევი რეალურად. როგორ ვიმოძრაოთ? ვიმოძრაოთ რით? ანუ ტექნოლოგიურად. როგორ შევცვალოთ, როგორ წარმართოთ ნეირომოდულაციის პროცესი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის გზით, ანუ TMS-ი. ეს არის აპარატურული მეთოდი. მენტალურ ჯანმრთელობაში შემოვიდა ეს დამკვიდრდა FDA-მ დაამტკიცა როგორც დეპრესიის სამკურნალო საშუალება 2008 წელს. ამ აპარატურამ და ამ მეთოდმა გაიარა ძალიან ბევრი კვლევა, ძალიან ბევრი კვლევით დადასტურდა მისი ეფექტურობა და FDA იცით რომ ძალიან დიდი ბარიერების შემდეგ ადასტურებს და ადგენს მხოლოდ ამა თუ იმ მეთოდს სამკურნალო საშუალებად და ასეც მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თავიდან იყო ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციასთან დაკავშირებით, პირველი ხა ის რომ მაგნიტური ტალღა აღწევს კრანიალში, ანუ ტვინის დამცავ სკალპში, ანუ ჩვენს ძვალში, აღწევს და შედის ტვინის ქსოვილამდე, მაგარ-გარს გაივლის და შევა ტვინის ქსოვილამდე, ეს უკვე მიღწევა იყო ამის აღმოჩენა და ამის დადასტურება, ხო? ახლა უკვე საქმე დადგა მივიდა იქამდე, ჯერ ერთი რამხელაზე ჩადის. ანუ ამ წინაღობას რომ გადის, შემდეგ უკვე ქსოვილში რა სიღრმეზე ჩავა. ამასთან ერთად თუ ჩააღწევს ქერქვეშა არეებს და თუ აქვს ისეთი სკულპტურული მოქმედების უნარი, რომ დაუმიზნო რომელიმე უბანს და იმ უბნის ნეიროფიზიოლოგია შეცვალო. ამ ყველაფერზე ჩატარდა ძალიან ბევრი კვლევა და როგორც უკვე მოგახსენეთ, დადასტურდა რომ დიახ, აქვს ასეთი უნარი მაგნიტურ ტალღას განსაკუთრებული საშუალებით, ამას კოილი ქვია, რასაც თავზე ვადებთ. და აი ამ კოილის ხარისხის ამ თანდათან მატებამ გამოიწვია ძალიან დიდი სკულპტურობა ჩვენს ტვინზე ზემოქმედებისა მაგნიტური ტალღის გზით. ანუ შევაჯამოთ რომ მაგნიტური ტალღით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდით, მაგნიტური ტალღის გზით ხდება ჩვენი ტვინის ელექტროფიზიოლოგიის შეცვლა. ანუ აი იმ ნეიროპლასტიურობის გამოყენებით, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, ხდება ახალი სინაფსების წარმოქმნა. იქ ჩვენ ნეირონები გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით გამოუყენებელი. ანუ ან ძალიან დაბალ სიხშირეზე მუშაობს, ან რაღაცა დასვენების მდგომარეობაშია ზუსტად იმ დელტა ტალღებზე მუშაობის გამო დაბალ სიხშირეზე, ხო? მაგნიტურ ტალღას შეუძლია
აი ამ გააქტიურების გზით ყველა ესე იგი რესურსული სინაფსური კავშირის გამოყენება, აღდგენა და ამის შედეგად ელექტრული აქტივობის გაზრდა ამა თუ იმ უბანში. სადაც ჩვენ ეს გვჭირდება, რა თქმა უნდა. და მაგალითად აი რას რო ვთქვათ ძალიან მარტივ ენაზე, რას ვაგვარებთ? გასაგებია. აი რას ვაგვარებთ? კარგი კითხვა. მოდით მაგალითით გავიაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი უბანი მაგალითად მარცხენა ფრონტალური არის დორსოლატერალური ნაწილი, მუშაობს დელტა ტალღაზე, რომელიც ეს უბანი განაგებს ჩვენს კონცენტრაციას, ჩვენი ფოკუსის ხარისხს, განაგებს პროცესს, რომელიც გარემოსთან გვაკავშირებს. ეს არეალი არის, ესე იგი, სილენ ნეტვორკის, ანუ ერთ-ერთი დიდი ნეირონული ქსელის ნაწილი და გარდამტეხი ნაწილი. და თუ ამ არეალში დაბალი სიხშირეა, ჩვენი ფოკუსი არის დაბალი. და არა მარტო ეს, იგივე არეალი განსაზღვრავს ჩვენს ემოციურ წონასწორობას, ჩვენს ან იმპულს კონტროლი ევალება მას, ჩვენი იმპულსები, რომელიც სხეულიდან მოდის, აი ამ იმპულსების კონტროლი ევალება და ანუ ამის შედეგად აკონტროლებს ჩვენს ემოციას. როდესაც ის დაბალ სიხშირეზე, ანუ დელტა ტალღაზე, 0-დან 4 ჰერცამდე ტალღაზე მუშაობს, სიხშირეზე მუშაობს და ჩვენ აღმოვაჩინეთ, ვიცით ნორმა, რომ აქ უნდა იყოს მინიმუმ 14 ჰერცი გამომუშავებული, იმისათვის რომ ამ უბანმა მისი როლი სრულყოფილად შეასრულოთ. წარმოგიდგენიათ რა ხდება, ანუ ფიზიკა ჩვეულებრივ, ესე იგი, დაბალ სიხშირეზე მომუშავე არეალისა, რომელიც ესე იგი ჩვენ შეგვიძლია რომ სიხშირე მოვამატოთ ამ არეალს. ამის შედეგად ბრუნდება ნორმა, ფუნქციური ნორმა. თუ კი 14-დან, თუ კი 4 ჰერციდან 14-მდე ავიყვანთ აი ამ არეალის სიხშირეს, ანუ გავაუმჯობესებთ სინაფსური კავშირების ხარისხს და რაოდენობას, რომელიც ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას ძალუძს. თუ ის სწორად მოიხმარე, რა თქმა უნდა. თუ ის მოიხმარე იმის შემდეგ, რაც ტვინი გამოიკვლიე. და მაგის შესახებაც მოგახსენებთ ცოტა წინა პერიოდში ესე არ ხდებოდა ტვინის კვლევის შედეგად არ ხდებოდა, ამიტომ მოკლედ თავიდან როდესაც ეს დადგინდა და როდესაც ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია უკვე შევიდა დეპრესიის treatment, თავიდან დაიწყო treatment resistant, ანუ ესე იგი მკურნალობისადმი მდგრადი თუ როგორ რეზისტენტული, კი ბატონო, მდგრადი, ანუ მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიების სამკურნალოდ შემოიტანეს პირველად, დაადგინა FDA-მ ამ შემთხვევაში და თქვენ წარმოიდგინეთ თუ კი პრეპარატებს არ ემორჩილება დეპრესია და იმ შემთხვევას აგვარებს ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია, როგორ იმოქმედებს ის სხვა შემთხვევებში, როდესაც საერთოდ არ არის ჯერ კიდევ დაწყებული მკურნალობა, ფანტასტიკური შედეგების მოტანა შეუძლია, ოღონდ თარგეტირებულად ტვინის კვლევის საფუძველზე და ტვინის ფუნქციური დიაგნოსტიკის საფუძველზე გაკეთებული DMS-ი არის მხოლოდ აი ასეთი ეფექტი. რამდენი პროცედურაა ერთ კურსში და რამდენად საკმარისია ერთი კურსი? აი აქ არის ყველაზე ესეთი სკრუპულოზური მომენტი ხოლმე, როცა გვეკითხებიან პაციენტები, საქმე იმაშია, რომ ნეიროპლასტიურობა ძალიან დიდი საჩუქარია თქო როგორც თქვით, ამ შემთხვევაში არ არის მთლად ასე საჩუქრად მიღებული, როდესაც ტვინი მიჩვეულია აი ასეთ სიხშირეს. ანუ აი ეს ნეირონული ქსელები ამ სიხშირეზე გადაწყობილია უკვე. ძალიან მარტივია ამ ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ასევე მარტივად ბრუნდება უკან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობა და ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებითობა. ფაქტიურად ტვის აქვს ნასწავლი. აი ეს ნეირონული ქსელი მისთვის არის დასწავლილი. ნასწავლი გზა, ჩვეულებრივ ელექტრული პროცესი მიმდინარეობს აი ამ ქსელში. ჩვენ უნდა გადავასწავლოთ. ჩვენ ახალი ნეირონული ქსელები უნდა შევქმნათ და ჩვენ ახალი პროცესი უნდა დავამყაროთ. გადავტვირთოთ, ანუ გადავტვირთოთ, დიახ. და სხვათა შორის ეს ქართულად ჟღერს ცოტა ღიმილის მომგვრელად, მაგრამ ძალიან ბევრი სპეციალისტი პირდაპირ ასე ეძახის rewire your brain. პირდაპირ ქვია ამას rewiring your brain, rewire your brain, refire your mind.
აი ესეთი ამას ჯო დისპენზა ყოველწუთში იმეორებს, დენიელ ემინი, რომლებიც ყველა ჩემი მენტორები არიან, ეს ყველა ზუსტად ასე განსაზღვრავს და ახასიათებს აი ამ პროცესს. გადატვირთვა, გადამზადება. Ну, აი ქართულად რაღაცნაირად rewiring your brain. მოკლედ ესე ქვია. ასე რომ განმეორებითობა საჭიროა და აქ შემოდის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ჯერ კიდევ სკოლის ბიოლოგიიდან პავლოვის რეფლექსები, ხო? ძალიან კარგად გვახსოვს, რომ 21 ჯერ განმეორების შემდეგ ჩვენს ძვირფას პავლოვის ძაღლს უკვე ყოველგვარი საჭმელის მიწოდების გარეშე დაეწყო ნერწყვის დენა, ხო? და ასევე სინათლის ანთებაზე პირობითი და უპირობო რეფლექსები ორივე ჩამოყალიბდა 21 დღის განმავლობაში. ამ მეთოდში 21 მნიშვნელოვანი რიცხვია, ძალიან დიდად არის დამოკიდებული ამ პავლოვის რეფლექსებზე ეს ყველაფერი და როგორც ჩანს და ბევრ სფეროშია უკვე შემოსული პავლოვის რეფლექსების ესე იგი გზა იმისათვის რომ ჩვენმა ტვინმა უჯრედმა და ჩვენი სისტემის ნებისმიერმა ნაწილმა რაღაც დაისწავლოს და განამტკიცოს და აი ამ რეჟიმზე გადაერთოს მიიღოს როგორც ბუნებრივი ამისთვის საჭიროა 21 ჯერ გამეორება. და ჩვენ ამას ვიყენებთ და ეს ნამდვილად ანუ 21 პროცედურა. 21 პროცედურა და ახლობით 20 ვეუბნებით ხოლმე პაციენტს და მე ერთს ვჩუქნით. გასაგებია. და ერთი კურსი საკმარისია? იცით რა არის ძალიან ხშირად საკმარისია და შემდეგ უკვე თვითონ ირჩევენ ხოლმე იმდენად პროცესში, იცით რა არის ოთარ, ეს იმდენად შესაგრძნობია. აი თვითონ პირველივე სესიის განმავლობაში პაციენტი ამბობს რომ რა ხდება ჩემს კუნთებში, რატომ მოვდუნდი ესე, რა კარგი რაღაცა სხვა შემოვიდა. ან ფიქრი ეცვლება, ხასიათი ეცვლება იქ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ნეირობიოლოგია იცვლება და ყველა გრძნობას და ყველა მდგომარეობას სხეულში აქვს კონკრეტული ნეირობიოლოგია. ეს თუ სწორად შეცვალე, აუცილებლად აისახება შენს ასე იგი პაციენტის განწყობაზე და მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად მიმდინარეობს, დაახლოებით 10 სესიის შემდეგ ძალიან ბევრ პაციენტს უკვე აქვს ესეთი შეგრძნება, რომ აი ვფიქრობ, რომ აღარც მჭირდება, მაგრამ ვალდებული ვართ აუხსნათ, რომ ეს შესაძლებელია უკან დაბრუნდეს, იმიტომ რომ ჯერ არ მივსულვართ იმამდე, რომ ეს იყოს ბუნებრივი და ეს იყოს დასწავლელი თქვენი ტვინისთვის. პატარა მაგალითს გეტყვით, მაგალითად ლექსს როდესაც სწავლობთ, არიან ვუნდერკინდული ტიპები, რომლებიც ერთი წაკითხვით ლექსს სწავლობენ და ესეთი ტვინიც მქონია სხვათა შორის. იქ რამოდენიმე გამოცდილება მაქვს ესეთი, რომ რამოდენიმე პაციენტი ერთი თუ ორი სესიის შემდეგ, აი უბრალოდ ვეღარ მოვიდა რაღაცა ვეღარ მოახერხა, ერთ-ერთი მათგანი კოლეგა იყო, დერმატოლოგი და ანუ მას ჰქონდა მაგალითად მადის დაუოკებელი მადის პრობლემა. და როდესაც ნახეთ მისი ტვინი, მისი სინგულეტარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალი ტვინისა, მუშაობდა ძალიან მაღალ სიხშირეზე. და ეს იწვევდა მის აი ესეთ კომპულსიური კვების ესე იგი ჩვევას. და როგორც კი აი ეს სინგულეტ არეაზე დავადეთ ჩვენ და დაბალ ჰერცზე ჩამოვიყვანეთ, დაბალ სიხშირეზე, ანუ ბალანსი დავამყარეთ. ორი სესიის შემდეგ უბრალოდ ვეღარ მოვიდა, იმიტომ რომ სამოგზაუროდ წავიდა და იქიდან რეკავს რომ ეს რაკენით ისეთ სასტუმროში ვარ, ისეთი საკვებია და ვერ ვჭამ საერთოდ. ანუ და ეს დაბა მოეხსნა და დარჩა. მას შემდეგ რაღაცაში გადაშინა. ანუ ორი იყო, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია, რამოდენიმე ყოლია ესეთი, მაგრამ ზოგადად ისევე როგორც უმრავლესობა ჩვენგანს ლექსის დასასწავლად გვჭირდება ბევრჯერ გამეორება, რომ დიდი ლექსი ვისწავლოთ, ასევე უმრავლესობა ტვინისას აი ამ ახალი ნეირონული pathways, ანუ ქსელების და გზების დასასწავლად და ბუნებრივად ამ ფიზიოლოგიაში გადასასვლელად ჭირდება 20 ჯერ გამეორება. მე მაგალითად ბავშვობიდან კომპლექსი მაქვს ლექსის. სწავლისაც და თქმისაც. ანუ გონია რომ ვერ ვამბობ, შეიძლება ვისწავლო, მაგრამ გონია რომ ვერ ვამბობ. აი ამ დროს რა ხდება ჩემ ტვინში? იცით რა არის? ორი სხვადასხვა პროცესი მითხარით. ერთია რომ ვერ არა, ვამბობ, ანუ ვსწავლობ. სწავლობთ. ადვილად ითვისებ. თქმის
აი რა დავარქვა, ჩვეულებრივი კომპლექსი მაქვს ლექსის თქმის. კი ბატონო. იცით რა არის? ყველა კომპლექსი დაკავშირებულია კონკრეტულ რაღაცა ნეირობიოლოგიასთან ისევ და ისევ. ეს კომპლექსი დაარქვეს ყველაფერს კომპლექსი. რეალურად თქვენ შფოთვა გაქვთ. რეალურად თქვენ იძაბებით და კომპლექსიც ამას ქვია. დაიძაბეთ თქვენ, მოგეჭიმათ კუნთები, არა მარტო სხეულის კუნთები, არამედ ყბის კუნთებიც, ამიტომ მთლიანად ერთიანობაში თქვენი შფოთვა იმდენად გამომჟღავდა სხეულებრივად, რომ ამისი გამოთქმა უკვე გიჭირდა. ერთხელ რომ გაგიჭირდებათ, შემდეგ უკვე ამაზე აეგება თქვენი ასოცირებული წარმოდგენა ლექსთან დაკავშირებით. მაგრამ რამ გამოიწვია თქვენი აი ეს შფოთვა, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში შფოთვა გამოწვეულია ხოლმე და მოჭიმულობა და დაძაბულობა და გამოწვეულია ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უბნის ჩვენი ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი უბნის ჰიპერაქტივობით და ამ უბანს ქვია ამიგდულა. როდესაც ამიგდულა მუშაობს მაღალ სიხშირეზე, ანუ მაგალითად ბეტაზე მაღალ სიხშირეზე, თუ ის ჰაი ბეტა მაგალითად თუ არის 12-14 ჰერცის ნაცვლად, რაც ნორმაა, თუ ის მუშაობს 25 ჰერცზე რაღაც კონკრეტულ მომენტში, თქვენი ამიგდულა თქვენს გონებას და თქვენს სხეულს უგზავნის მესიჯს გაიქეცი. გაიქეცი იმისათვის, რომ გადარჩე. ფაქტიურად ეს არის ბრძოლა სიცოცხლისათვის და აი ეს ტერმინი რომ ესე იგი როდესაც ბომბები ცვივა მუზები ჩუმდებიან ზუსტად თქვენ გეხებათ ამ შემთხვევაში თქვენ გაქცევის რეჟიმში ბრძანდებით როდესაც ლექსის თქმაზე ან ფიქრობთ ფიქრს იწყებთ ან საზოგადოების წინაშე ამის გამომჟღავნებას აპირებთ გაქცევის რეჟიმში გაყენებთ თქვენი ამიგდულა და ამ შემთხვევაში თქვენ რა თქმა უნდა ლექსისთვის აღარ გცალიათ თქვენი კუნთები და სხეული გამოსწორებადია ეს რა თქმა უნდა გამოსწორებადია და თქვენ შემთხვევაში კონკრეტულ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას დავაზუსტებდით ეს ვარაუდია დავაზუსტებდით გარდა ამიგდულას მაღალი სიხშირით მუშაობისა კიდევ რომელი არეალია ჩართული ამ ყველაფერში და კონკრეტულად ამ არეალების მაღალი სიხშირე შეგვიძლია დავიყვანოთ დაბალ სიხშირეზე სადაც ამაში უნდა გამოიწვიოს წესით და რიგით თქვენი კორტიზოლის დონის ესე იგი მოწესრიგება ბალანსი ასევე თქვენი ადრენალინის ალბათ გულით გიცემს გულით სიხშირეც მატულობს კი მატულობს იმიტომ რომ აქ მთლიანად ერთვება მე მთელი სიმპათიკა პარასიმპათიკა აი ამ სიგნალი თავარი სიგნალი მოდის ამიგდულადან და შემდეგ უკვე ტვინის ფიზიოლოგიაც იცვლება და თქვენი სხეულის ფიზიოლოგიაც იცვლება და ტვინის ფიზიოლოგიის მოწესრიგებით ჩვენ შეგვიძლია სხეულის ფიზიოლოგიის მოწესრიგება ანუ დავიყვანთ კონკრეტულ არეალს ბალანსამდე აქ ქიმია გამოკეთდება და თქვენ ძალიან მშვიდად წარსდგებით თქვენი ძვირფასი ლექსებით საზოგადოების წინაშე თუნდაც აქედან. მე ასე ხა დიდი ლექსის თქმელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს რატომ აქვს ეს ამას ალბათ თავისი ისტორია აქვს. შეიძლება ხო. ნახეთ როგორ არის როდისღაც ჩვენ ამიტომ არის უკვე შემოდის სურათში შემდეგ ქვეცნობიერი და ამიტომ ქვია ამ მეთოდს არა მხოლოდ ნეირომოდულაცია, არამედ მეთოდს ქვია ნეიროფსიქომოდულაცია და ეს მოიცავს უკვე ყველაფერს. ნეირომოდულაცია მოიცავს მხოლოდ ტვინის ესე იგი ბალანსს, როგორც ნეიროფიზიოლოგიურს, ასევე ქიმიურსაც ამაზე მიყოლებით, მაგრამ ნეიროფსიქომოდულაცია ეს საერთოდ ცალკე თემაა და ეს არის ჩემი სიამაყე, ეს არის ჩემი დისერტაციის თემა და ეს არის ჩემი არ ვიცი, ნუ აი ყველაზე სასიამოვნო პროცესი, რომელიც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს, თქვენთვის რომ არგენტინა იყო აი დაახლოებით ესეთივე რამ ხდება ყოველ პაციენტთან და რა არის ესა. მივაყოლოთ ბარემ ამ კონტექსტში განვიხილოთ. მაგალითად თქვენ მობძანდით და სხვათა შორის გიწევთ მობძანდით შევისწავლოთ თქვენი ტვინი ძალიან საინტერესო ტვინი. მეც მაინტერესებს ჩემ ტვინში რა ხდება. მობძანდით დიდი სიამოვნებით მიგიღებთ. დაუშვათ ჩავთვალოთ რომ შევისწავლეთ თქვენი ტვინი და ერთ-ერთი თქვენი ელექტროენცეფალოგრამა გარდა თვალებს დახოჭული და თვალებს გახელილი ნეიტრალურისა, ერთ-ერთი ჩავწერეთ თქვენ დაიწყეთ ფიქრი ლექსზე.
და იმ სიტუაციაზე, რომელზეც როდესაც თქვენ ლექსით წარდგებით თქვენი აუდიტორიის წინაშე, ან თუნდაც რა ვიცი, ოჯახის წინაშე მხოლოდ. ყველაზე ძვირფასი და კრიტიკული აუდიტორია სხვათა შორის. და წარმოიდგენთ ამას, აქ მინდა დავძინო, რომ ესე იგი ტვინის თვის, როგორც ორგანოს თვის, განსხვავება არ არის წარმოდგენასა და რეალობას შორის. ჩვენი ტვინი აი ამდენად ჭკვიანიც არის და ამდენად ცოტა ჩერჩეტიც. იმ კუთხით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წარმოდგენით ზუსტად იგივე ნეიროფიზიოლოგია დავაყენოთ და ზუსტად იგივე ნეიროქიმია დავაყენოთ, როგორიც ხდება სინამდვილეში, რეალობის დროს. ეს დადგენილია, ამას ესე იგი მეცნიერება ამბობს და ადასტურებს და რესურსადაც იყენებს. ჩვენ ამის რესურსად გამოყენება ძალიან კარგად გამოგვდის ამ მეთოდში. მოკლედ, შევისწავლეთ ეს ყველაფერი და თქვენ მიმდინარეობს თქვენი ტვინის ელექტროენცეფალოგრამა ჩემს თვალწინ, ჩვენი გუნდის თვალწინ, როდესაც თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც გახართ სცენაზე და ამბობთ ლექსს. ამ დროს ამოვა უამრავი ასოციაცია. აი აქ შემოდის უკვე ფსიქოთერაპია. აი აქ შემოდის უკვე ქვეცნობიერთან კავშირი. რა სურათი ამოაგდო? თან ამას საუბრობთ, მიყვებით და თან წარმოიდგენთ, თვალები გაქვთ დახუჭული და თან წარმოიდგენთ ამას. რა ამოაგდო ქვეცნობიერიდან ქვეცნობიერმა თქვენი ინფორმაციის ესე იგი დეტალები, რა სტრესი შეიძლება ყოფილიყო ბავშვობაში თქვენთან, რა შეიძლებოდა ვინ დაგსაჯათ, როდის მიიღეთ პოზიტიური წახალისება, როდის მიიღეთ სასჯელი რომელიმე ლექსისთვის. მოკლედ ამას ჩავყვებით ძირში და ჩვენ დავინახავთ ამას ეკრანზე. და თქვენც გაჩვენებთ ეკრანზე, რომელი აქტივობის ესე იგი ცდომა, ნორმიდან ცდომა იწვევს თქვენს აი ამ სხეულებრივ რეაქციას და შემდეგ შევეცდებით ამის ტექნოლოგიურად და ასევე ფსიქოთერაპიულად ჩასწორებას, ჩავარცხნას, იმისათვის რომ ეს ყველაფერი მოხდეს დაიჯესტინგ, ანუ გადაამუშავოს თქვენმა ცნობიერებამ, გადაამუშავოს თქვენმა ტვინმა, სხვათა შორის როგორც ორგანომ, როგორც გადამამუშავებელმა, ინფორმაციის გადამამუშავებელმა ორგანომ და ამის შემდეგ უკვე თქვენ ამის განმეორებით, ესე იგი განმეორებითობის რაღაც კონკრეტული ჯერ განმეორებითობის შემდეგ თქვენ გექნებათ სრულიად მოხსნილი კომპლექსი. ასე ხდება ფობიებზე, ასე ხდება სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მიდგომებზე, სხვადასხვა კომპლექსებზე მუშაობა და ასე შემდეგ. აი კლაუსტროფობიაც მაქვს. კლაუსტროფობია თუ გაქვთ, ჩვენ ძალიან ესე იგი ანუ დახურული სივრცის შიში თუ ვინმე მარიცის. კი ბატონო, დახურული სივრცის შიში. ნუ ეხა შიში რა ეხა ისტერიკაში არ ვარდები, მაგრამ ნუ სერიოზული დისკომფორტი მაქვს. კი ბატონო, ანუ გრძნობ დაძაბულობას ამ შემთხვევაში, ნუ მან ზუსტად გეტყვით, რომ აუცილებლად იქნება თქვენი ამიგდულა ჩართული, რა თქმა უნდა. ეს ამიგდულა მოკლედ. ხო, ამიგდულა და ინსულა. ნახეთ, ორი არეალია, რომელიც ერთმანეთთან ახლოს არის და სხვათა შორის იმდენად სკულპტუროზური არეალია. სხვათა შორის სწორი იყო თქვენი რეაქცია და ასეც არის. არაფერი რაც გარემოში ხდება, არ გაივლის ჩვენი ამიგდულას მიღმა. რაც ესე იგი თვალით, ყურით, შეხებით, ყველანაირი სენსორიკა აბსოლუტურად მიდის გაივლის აუცილებლად ამიგდულაში და ეს არის უსაფრთხოების მექანიზმი. შემდეგ გადაეცემა ინსულას და ინსულა იმდენად პატარა არეალებზე გვაქვს ჩვენ ახლა საუბარი, წეღან სკულპტუროზორობაზე ვისაუბრეთ გამჩენის მხრიდან და იმდენად ესე იგი პატარა უბნებზეა ლაპარაკი და ეს უბნები კიდევ დაყოფილია ინსულას, ესე იგი ვენტრიკულარული ნაწილი და დორსოლარული ნაწილი, საერთოდ სხვადასხვა რაღაცას აკეთებს, გამიგეთ? ანუ იმდენად მნიშვნელოვანია აი ნიუანსებში ამ ყველაფრის გავლა და არაფერი არ მიეწოდება ეს კი გაივლის თქვენს შევა თქვენს სისტემაში ამიგდულას დასტურის გარეშე. რატომ? იმიტომ რომ თავარი სიცოცხლისათვის, თავარი სამყაროსათვის არის თქვენი ძალიან ძვირფასი და არაჩვეულებრივი სიცოცხლის გადარჩენა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე იგი კვანძი ჩვენი ესე იგი ტვინის ფუნქციონი ესე იგი აქტივობის შესახებ, რომ ის ისე ზრუნავს ჩვენს გადარჩენაზე და ჩვენი სიცოცხლის გადარჩენაზე, რომ აი ამდენი სამუშაოს ჩატარება უწევს. მან არ იცის, რომ თქვენ ამიგდულას ზედმეტი აქტივობა
რაღაც სიმპტომში გადაგივიდათ და ვეღარ შეხვედით ლიფტში მაგალითად. მას ეს არ ანაღლებს, მთავარია რომ თქვენ როდისღაც გადაგარჩინათ და მთავარია რომ თქვენ გააგრძელეთ სიცოცხლე. და შემდეგ სამწუხაროდ მან ეს დაისწავლა. აი რაღაცნაირად ის rewiring, როდესაც თქვით, ვერ გადაიტვირთა რომელიღაცა ნეირონული ქსელი, ვერ გადაიტვირთა ისე, რომ უბრალოდ შეესრულებინა თავისი ფუნქცია და გადასულიყო სხვა, ესე იგი, ფუნქციის შესრულებაზე. აი ეს დაიმახსოვრა და ამ საკეთებს გამუდმებით. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ყვებით, მე გავიგე რომ არაფერი არ მწოდნია თავის ტვინის როგორ გეკადრება შესახებ. მოკლედ, მოდით უძილობაზე რა, ძალიან ბევრს საინტერესებს ახლა ჩვენ გვიყურებენ ჩვენი მაყურებლები, სანამ დავიწყებთ მე შეეგახსენებთ რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი და მისი დამსახურებით არსებობს ეს პოდკასტიც და შეგიძლიათ აბსოლუტურად უპრობლემოდ მოიხსნათ საათვალე და მოიგვაროთ სხვა დანარჩენი პრობლემები დისკომფორტის და ყოველგვარი ტკივილის გარეშე და გამოგვიწერეთ ასევე YouTube არხი პანამა, სადაც შეგიძლიათ თუნდაც აი ჩვენი დღევანდელი საუბარი მოისმინოთ. უძილობა ეს არის 21 საუკუნის დაავადება. აი მოგვიყევით აბა რა არის უძილობა, რა არის ამის მიზეზი? კი ბატონო. გეთანხმებით უძილობა 21 საუკუნის პანდემიას წარმოადგენს უკვე და მას შემდეგ რაც Eyeline-ში ხო, Eyeline-ში სათვალეს მოიხსნიან, თავარია მე საღამოს თვალები დაახუჭონ და დაეძინოთ და თუნდაც რომ დაეძინოთ, ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრში ამას ძალიან კარგად ვაგვარებთ. კი ბატონო. ეს ხდება, ესე იგი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შევეხოთ ამ პრობლემას, როგორ მოხდა და რატომ მოხდა, რომ ამ საუკუნეს აქვს ამხელა გადაუწყვეტელი პრობლემა, როგორიც არის ძილის პრობლემა და იმდენად ძილზეა აწყობილი ჩვენი სისტემა მთლიანად და ძილის ხარისხზე იმდენად არის დამოკიდებული ჩვენი სიფხიზლის ხარისხი, რომ ამისი გვერდისავლა არაფრით არ გამოუვა ადამიანს. საქმე იმაში გახლავთ, რომ პირველ რიგში შევეხოთ ძალიან ფუნდამენტურ თემას, ესე იგი ტვინის ჯანმრთელობა როგორც ასეთი თავისი ნეიროფიზიოლოგიით, ხო? როდესაც ჩვენ ტვინებს ვიკვლევთ, აი ალფა წეღან როდესაც ვახსენეთ, თვალს რომ დახუჭავს ადამიანი, თუ ალფა არ გამომუშავდა ამ ტვინში, ან არასაკმარისი ალფა გამომუშავდა, ან აქვს ძალიან დაბალი ალფა პიკი, ესე ვეძახით ერთ-ერთ პარამეტრს, ამ შემთხვევაში ამ ტვინს, კონკრეტულ ტვინს უგჭირს უკვე დაბალ სიხშირეზე გადასვლა და როგორც წეღან აღვნიშნეთ, დელტა ტალღაში უნდა გადავიდეთ ჩვენი ძილის მდგომარეობაში, ჩვენი ტვინი მუშაობს დელტა სიხშირეზე. უმრავლესობა, ესე იგი, ჩვენი ტალღებისა არის 0-დან 4 ჰერცამდე. ეს დადგენილი ამბავია. მაგრამ თუ ალფა არ გამომუშავდა, ანუ თუ მესიჯი არ მიეწოდა, ესე იგი, brainstem-ს ჩვენი თვალების დახუჭვით, რომ გამოიმუშავე ალფა, ან მიეწოდა და ვერ გამოიმუშავა დაბალი სიხშირის ტალღა, ანუ ალფა ვეღარ გადავდივართ ვერც ზეტაში, რომელიც სხვათა შორის არის 4-დან 8 ჰერცამდე ტალღა, რომელიც ძირითადად აქვთ, ესე იგი, ლოცვის, ესე იგი, მედიტაციის და აი ამ twilight zone-ში, არც იქით, არც აქეთ, სადღაც შუაში, როდესაც ვართ, ეს არის ზეტა ტალღა და ანუ ალფადან უნდა გადავიდეს ცოტა ნაკლებში, ანუ 4-დან 8-მდე და შემდეგ უკვე რაღაცა პერიოდის შემდეგ 0-დან 4-მდე უფრო დაბალში და ჩვენ გვძინავს. ეს ვერ ხდება. რა უშლის ხელს ტვინს გამომუშავდეს ალფა, ზეტა და შემდეგ დელტა. ძალიან მნიშვნელოვნად უშლის ამაში ხელს გაჯეტები. გაჯეტები. და რატომ? გაჯეტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს 21 საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში და მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ხო ცხოვრება, მაგრამ გააჩნია როგორ ხმარობ გაჯეტს. ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი არეალი, ბაზალური განგლია, ანუ ჩვენი ტვინის ძალიან მნიშვნელოვანი არეალი, რომელიც პრინციპში ძალიან დიდად პასუხისმგებელი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი უბანია დოფამინის რეგულაციაში, დოფამინის გამომუშავებაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ ხშირ გაჯეტურ იმპულსს, ხშირ იმპულს გაჯეტიდან. ანუ, როდესაც ჩვენ სიამოვნებას, რეალურად ჩვენ სიამოვნებას ვიღებთ იმ ინფორმაციებით, როდესაც ვსკროლავთ. ამ შემთხვევაში ხდება ძალიან მარტივი პროცესი. ჩვენი დოფამინური რეცეპტორები ძალიან ხშირად დაკავდება.
აი ძალიან ხშირად ამას ქვია, ამას ინგლისურად ეძახიან, რომ please don't dump your dopamine receptor. აი ნუ გააფუჭებ, აი ნუ გააუბრალოებ, ნუ გამოიყენებ ზედმეტად. აი ამ დოპამინურ რეცეპტორებს. და რატომ? ნახეთ, გახსოვთ, ინსულინ რეზისტენტულობა უკვე ყველა მიცის და ამიტომ კარგ შედარებას გავაკეთებ. ინსულინ რეზისტენტულობის შემთხვევაში როგორც ხდება, რომ რა არის ინსულინ რეზისტენტულობა? თქვენი ინსულინის, ესე იგი, თქვენი სხეულის რეცეპტორები, უჯრედის რეცეპტორი, რომელიც ინსულინზე რეაგირებს, რომელიც ინსულინის კაკუნზე რეაგირებს, ესე იგი, უჯრედთან მოვიდა, ესე იგი, ინსულინის მოლეკულა და მოიტანა გლუკოზა. შესატანად და აკაკუნებს. კი ბატონო, ეს მისი ფუნქცია, მოიტანა, შეიტანა და ყველა გამოყენებული აღმოჩნდა ენერგიის წყაროდ, მაგრამ მაშინ, როდესაც 21 საუკუნეში ძალიან დიდი რაოდენობით ტკბილი გამოიყენება, ამდენი შაქარი არ გამოუყენებია არასოდეს ადამიანს ბოლო 100 წლის განმავლობაში რაც გამოიყენა. და არ არის დიზაინირებული, it's not designed, აი არ არის ამაზე დიზაინირებული უჯრედის რეცეპტორების აგზნებადობის რაოდენობრიობა. რაც უფრო მეტად აკაკუნებ და რაც უფრო მეტად გაგიღებს კარებს, შემდეგ უკვე ბლაგდება. აი ზედმეტად გამოიყენებ და ამიტომ შემდეგ უკვე ვეღარ ეკარგება მგრძნობელობა ინსულინის კაკუნთან დაკავშირებული. ასე ხდება დოპამინიც გვიკაკუნებს. ზუსტად. მაშინ, როდესაც დოპამინის რეცეპტორს აი ამ თქვენი გაჯეტით ძალიან ხშირად ესე იგი აღაგზნებთ, ვეღარ აღიგზნება უკვე შემდეგ საჭირო დროს. ეს უშუალოდ ძილის წინ ამბობთ თუ დღის განმავლობაში? იცით, დღის განმავლობაშიც. კი ბატონო, საერთოდ დოპამინური რეცეპტორები მოსაფრთხილებელია. ეს არის ძალიან, ესე იგი, სათუთად გამოსაყენებელი იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სიამოვნება, ნამდვილად მივიღოთ სიამოვნება იმით, რაც გარშემო არის. ბედნიერების ჰორმონია. ბედნიერების, ეს არის rewarding, ანუ წამახალისებელი ჰორმონია. ბედნიერების ჰორმონს უფრო სეროტონინს ეძახიან. სეროტონინს, ხო, დოპამინი წამახალისებელია, მაგრამ იმისათვის, რომ სეროტონინამდე მივიდეთ, წამახალისებელი ეტაპი უნდა გავიაროთ. მაგრამ თუ კი წამახალისებელი ეტაპი გამოვტოვეთ, იმიტომ რომ ეს რეცეპტორები არის დაბალ, ასე იგი, დაჩლუნგებული უკვე, ვეღარ მივდივართ სეროტონინულ რეცეპტორებამდეც. და ახლა ვაგრძელებ ძილის თემას. სეროტონინი არის იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელშიც მელატონინიც არის. მელატონინი და სეროტონინი ერთი და იგივე ჯაჭვის ნაწილები არიან, მოლეკულა, რომელსაც ერთი ნაწილი აკლია. მელატონინი, სეროტონინი. ამ ყველაფერს ერთი ხაზია. როდესაც ჩვენ დოპამინური რეცეპტორების დაბლაგვებას ვიწვევთ, ჩვენ ვერ მივდივართ სეროტონინის გამომუშავებამდე საკმარისი რაოდენობით, აქედან გამომდინარე ვერ მივდივართ მელატონინის გამომუშავებამდე საკმარისი რაოდენობით და მელატონინური პიკი თუ არ დადგა კონკრეტულ დროს, ძალიან გართულდება ალფას გამომუშავება. გართულდება ალფას გამომუშავება და ვერ გადავდივართ დელტაში. აი ეს არის მთელი ჯაჭვი. რა ვქნათ, ანუ მოვიშოროთ ეს გაჯეტი თუ როგორ მოვიქცეთ? ძალიან მნიშვნელოვნად შემოვიდა უკვე საქართველოში. მე თქვენგან მახსოვს ერთხელ თქვენ მითხარით რადიოში იყავით სტუმრად, რომ საძინებელში ტელეფონი არ შეიტანოთ. კი ბატონო, აქ კოგნიტიურ-ბეჰევიორული თერაპიის ჩართვის გარეშე რამდენადაც არ უნდა ჩვენ DMS-ით ვაკონტროლოთ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით ხელი შევუწყოთ ალფას გამომუშავებას და ვუწყობთ, ამას ვაკეთებთ ნამდვილად. ჩვენ შეგვიძლია ძილი მოგიგვაროთ, მაგრამ ეს იმდენად ციკლური პროცესია, რომ თქვენ თუ ისევ გააგრძელებთ თქვენი დოპამინური რეცეპტორების უხეშად მოხმარებას, dumping-ით, ვერაფრით ეს ვერ დარჩება თქვენთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით მიუდგეთ უძილობის თემას. ერთის მხრივ გავაუმჯობესოთ და დავარეგულიროთ და დავაბალანსოთ თქვენი ტვინის ნეიროფიზიოლოგია, კონკრეტულად ალფას გამომუშავებას შევუწყოთ ხელი და შემდეგ ეს თვითონ ააწყობს თავის ციკლს. აუცილებლად ჩაერთოს კოგნიტიურ-ბეჰევიორული თერაპია იმ თვალსაზრისით, რომ ქცევითი დარღვევა, ეს არის ჩვეულებრივი ქცევითი დარღვევა, ეს არის დამოკიდებულება ოთარ გესმით? ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება, მეტი არაფერია დამოკიდებულება, ზუსტად იმ დოპამინურ რეცეპტორებზე აწყობილი ქცევაა.
და ამიტომაც არის რომ მე აღარ მაგალითად ჩვენ ყავს პაციენტები და მომხმარებლები მაგალითად წამლის მომხმარებლები და ანუ დამოკიდებული addicted patients და მათი twinits ზუსტად იგივე ესე იგი საფრთხის ქვეშ არის როგორც გაჯეთ დამოკიდებული ადამიანების twini ზუსტად ასევე უჭირთ სხვა რაღაცით შემდეგ უკვე სიამოვნების მიღება და ამაზე ხომ გითხარით rewarding system ანუ წამახალისებელი ესე იგი ჰორმონია რომლის გარეშეც ძალიან უჭირს ორგანიზმს და twins გადარჩენაში. ერთი მაგალითი, კონკრეტული მაგალითი. ჩემი ოპერატორი გიორგი ჩიტაძე. ათენებს ღამეებს ტანკებს თამაშობს. ოკეი. ხო, აი რას უჩევთ ამ ადამიანს? იცით რა ეს ტანკები გააგრძელოს ამის თამაში თუ როგორ მოიქცეს? ნახეთ როგორ არის თქვენი ტანკ დამოკიდებული ოპერატორი აუცილებლად უნდა მოვბრძანდეს ჩვენთან. ჩვენ ნახავთ მისი ტვინის ფიზიოლოგია შევისწავლით და ნახავთ რომელი ჯერ პირველ რიგში გვეცოდინება ტანკ დამოკიდებულებაზე, როდესაც ფიქრობს, როგორია მისი ფიზიოლოგია, რას ივსებს. ნახეთ რა შეასაქმე, ამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი გავიგოთ რას აძლევს ეს მას. და ამის ჩანაცვლებაზეა შემდეგ უკვე საუბარი, თორე ტანკი თუ გამოაცალეთ, შეიძლება ოკეანეში ჩავარდეს. გასგესმით ეს შეიძლება წყალქვეშა ნავში. გადაჯდეს წყალქვეშა ნავში. ამიტომ არის ხოლმე რომ ერთი დამოკიდებულება მეორეთი იცვლება. აქ მთავარი არ არის ტანკი იქნება თუ თვითმფრინავი. აქ მთავარი არის თქვენი დოფამინური რეცეპტორების threshold, ანუ თამასა მაღალია და იმას რაც მიაღწევს, რითიც ის შეძლებს მისთვის სიამოვნების და წამახალისებელი ჰორმონის გამომუშავებას, იმას ის აუცილებლად გააკეთებს. ერთი დამოკიდებულების მეორეთი შეცვლა არაჯანსაღია, ყველაზე დიდი რაც შეიძლება გავაკეთოთ, ვიცოდეთ, რას ივსებს ამ შემთხვევაში თქვენი მეგობარი და ეს მივაწოდოთ TMS-ით და ვასწავლოთ twins ზუსტად ისეთი მუშაობა, დავაბალანსოთ მისი ესე იგი ნეიროფიზიოლოგია ისე, რომ ბუნებრივად თან ამასთანავე დავწიოთ აი ეს threshold-ი, აი ეს თამასა აგზნებისა, ამ რეცეპტორების აგზნებისა, იმისათვის რომ ესე იგი ბუნებაში მაგალითად არ ვიცი ალბათ თქვენს გქონიათ და ყველა ადამიანს გქონია ამის გამოცდილება ღმერთო ჩემ რა ლამაზი ყოფილა თურმე ბუნება და რამდენი ხანია ყურადღება არ მიმიქცევია ეს დაგვემართა კოვიდის დროს სხვათა შორის როდესაც ჩაგვეხსნა დიდი ზედმეტი გამღიზიანებლები ყველამ გავიგეთ უცებ ჩიტების ჭიკჭიკი და ეს არ იყო მხოლოდ იმიტომ რომ მანქანები გაჩერდა და ჩიტების ჭიკჭიკი ნამდვილად გავიგეთ არა ჩვენი გამღიზიანებლები მოიხსნა რომლებიც მაღალ თამასაზე იყო აწყობილი იმ გამღიზიანებლებს ჩიტები მანამდეც ჭიკჭიკებდნენ ჩვენ არ გვესმოდა უბრალოდ. ანუ იყო ეს ძალიან მაღალი თამასა. ჩვენ შეგვიძლია ეს თამასა დავწიოთ TMS-ით, ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმული, ზუსტად ამას აკეთებს. როდესაც მეტ სინაფსს წარმოქმნის ამა თუ იმ არეალში და თუ კი ზედმეტია, იქ პირიქით ნაკლებს უწყობს, ნაკლების წარმოქმნას უწყობს ხელს, აქ ნეიროფიზიოლოგია ბალანსდება და მთავარიც ეს არის მენტალური ჯანმრთელობის მისაღებად. კარგით, მაშინ მოდი ეს მითია თუ რეალობაა ეს ცხრების დათვლა ძილის წინ. ძილის წინ ხო, აი რა ფენომენია და მართლა შველის თუ არა და რატომ აინდა-მაინც ცხვარი და არა მგელი? ეხლა ვეკითხოთ. საერთოდ ჩვენი ტვინი ესეა აგებული, რომ რამოდენიმე 4 ძირითადი ნეირონული ქსელია, დიდი ნეირონული ქსელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად აგებს პასუხს ამა თუ იმ, ესე იგი, ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მაგალითად, გვაქვს ჩვენ ესეთი Default-Mode network, ანუ Default-ის, ესე იგი, ნეირონული ქსელი, ყველაზე დიდი, რომელიც აკავშირებს უკანა და წინა twins და საერთოდ ბავშვსაც რომ აქვს, აი პირველი ფაზაზე, განვითარების პირველ ფაზაზე, ბავშვს განვითარებული აქვს და ეს არის შიგნით ჩაბრუნებული ინტროვერტი ადამიანები თუ გაგიგიათ მაგალითად აი ეს ინტროვერტი ადამიანები ძალიან ხშირად მათი ტვინები აი ამ default network-ის მაღალ აქტივობას აფიქსირებენ. როდესაც ჩვენ სწავლობთ ხოლმე ტვინებს, აი მაღალ აქტივობაზე, ამიტომაც არის, რომ აი ეს შიგნით არის ჩაბრუნებული ენერგია, ფიქრობს მის სხეულზე, ფიქრობს მის ესე იგი ქცევაზე, ბევრს, რატო გავაკეთე, რატომ არ გავაკეთე, აქვს დიდი guilty, ანუ დანაშაულის შეგრძნება ხშირ შემთხვევაში და აი სულ საკუთარი თავის შემოწმებაშია. რატომ? იმიტომ რომ ეს default ნეირონული ქსელი მუშაობს მაღალ აქტივობაში.
და როდესაც ძილის თემა დგას, ნახეთ, აქვე მივაყოლოთ ესაც, ისეთი არეალებია ჩართული, ესე იგი, default-ში, რომ აი default-ზე უნდა გადაეწყოს ნელ-ნელა, რომ დადგეს ძილისკენ მივიდეს ჩვენი სისტემა. არსებობს ესე იგი სხვა network-ით, მაგალითად executive network, რომელიც ესე იგი ჩვენი გარემოსთან კავშირზეა პასუხისმგებელი და ფუნქციაზე, ქმედებაზე და ასე დაგეგმარებაზე და ასე შემდეგ. ასევე, როდესაც ეს არის მაღალ სიხშირეზე, მთლიანად გარემოზეა ადამიანი ორიენტირებული და ავიწყდება საკუთარ თავზე, ესე იგი ორიენტაცია. ამათი ბალანსი იწევს არაჩვეულებრივ კომბინაციას, რომელიც საკუთარი თავი გარემოში სწორად გაქვს წარმოდგენილი. აი ესეთი მარტივი პოსტულატი. ახლა, როდესაც თქვენ ცხოვრებზე მკითხეთ, არ გეძინებათ, არ დგება ალფა, ნახეთ? არ დადგა ალფა. თქვენი ბრეინსტიმი არაფრით არ გამოიმუშა, არ გადადის, არ გადაერთო მაღალი სიხშირის ტალღიდან დაბალი სიხშირის, ანუ ალფა ტალღაზე და შემდეგ ზეტაზე. ამ შემთხვევაში აი ეს დიფოლი არის მაღალ სიხშირეზე გადართული და ამიტომაც ვერ ახერხებს. ალფა მაღალი სიხშირე ნიშნავს ბეტაზეა ან ბეტა-2-ზეა და 12 ჰერცამდე ვერ ჩამოდის. იმისათვის რომ ორ ნეტვორკს შორის, ორ ნეირონულ ქსელს შორის ბალანსი დადგეს, ერთი გზა არის რომ ის ნეირონული ქსელი დავწიოთ დაბალ სიხშირეზე, მეორე არის მისი მოწინააღმდეგე, მისი საწინააღმდეგო, ესე იგი ფუნქციის მქონე ნეირონული ქსელი გავააქტიუროთ. როგორ ვააქტიურებთ? TMS-ით კი გავააქტიურებთ, მაგრამ თქვენ უკვე საწოლში ბრძანდებით მაგ დროს და არაფრით ალფა არ დგება. ამ შემთხვევაში ფოკუსი ნებისმიერი ფოკუსი. თქვენ ცხვარს დაითვლით თუ ესე იგი ბატკნებს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში მთავარია ფოკუსი, ანუ მუშაობაში ჩაერთოს ნეირონული ქსელი ის, რომელიც ფოკუსზეა ორიენტირებული. თქვენი დათვლის მოწოდება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ თქვენ გააქტიუროთ executive network-ი და ამით დააბალანსოთ ანუ არის ამაში ლოგიკა. აუცილებლად არის და სხვათა შორის უამრავ სახალხო მოწოდებაში და უამრავ ტექნიკაში, რომელსაც დღეს ფსიქოთერაპევტები ძალიან აქტიურად იყენებენ, უამრავ ტექნიკაში არის ძალიან ღრმა ლოგიკა, ეს უბრალოდ გამოტანილი და მოცემულობაა უკვე და უკვე ესე იგი აქსიომის სახით არის მოწოდებული, თორემ რეალურად ისინი თეორიები არიან, რეალურად მათ თავისი საფუძველია, დამტკიცებულია სხვადასხვა გზით და ამის შედეგად არის და ბევრი რაღაც კიდევ ადამიანმა ქვეცნობიერად იცის, ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ანუ, მაგრამ თავი კიდევ არის ერთი რომ ყველა ჩვენს ფიქრს აქვს თავისი ნეიროფიზიოლოგია და ნეიროქიმია და აი ამის სწორად მართვა, თუნდაც აზრების სწორად მართვაც კი, დღენ გითხარით რომ წარმოსახვას და რეალობას ტვინი ვერ არჩევს. თქვენ თუ ყოველ დილით სწორად წარმოიდგენთ თქვენს დღეს, როგორ გინდათ რომ წარიმართოს თქვენი დღე. და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, სხვათა შორის ამის ძალიან ბევრი EEG გვაქვს, დეტას ჩვენ ვაგროვებთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი EEG გვაქვს, როგორ არის მართლაც ამაზე აწყობილი და როგორ იცვლება ტვინის ფიზიოლოგია თქვენი სწორი წარმოსახვით ამა თუ იმ სიტუაციისა და შემდეგ უკვე თქვენ ქმნით ნამდვილად ნეირონულ ქსელს. ანუ უკვე პროგრამას ეძახიან ახლა, რადგან კომპიუტერთან ადარებენ ტვინს, მაგრამ რეალურად ეს არის თქვენი წარმოსახვის შედეგად, ესე იგი ჩამოყალიბებული ახალი ნეირონული ქსელი, რომელიც დიდი ალბათობით თუ ამას კარგად გააქტიურებთ, შეიძლება რეალობად იქცეს. ამის დანახვება და ამის ჩვენება ჩვენ ეკრანზე შეგვიძლია თქვენთვის და ამაში თუ მოგეხმარებით კიდევაც TMS-ით და ნეიროფიდბექით ძალიან მნიშვნელოვნად ესე იგი შეიცვლება თქვენი ნეიროფიზიოლოგია და აქედან გამომდინარე მენტალური ჯანმრთელობაც. და ბოლოსკენ იწურება ჩვენი დრო სამწუხაროდ. არასდროს არ ყოფნის, რადიოშიც არ გვეყვა. არ ყოფნის, ხო. მაგრამ ესეც შეკითხვა მაქვს, თქვენთვის არ დამისვავს, მე მგონი არასდროს ეს შეკითხვა. სხვადასხვა პათოლოგიების შემდგომ რეაბილიტაციაში
რამდენად შეგიძლიათ რომ დაეხმაროთ პაციენტს. მაგალითად ინსულტების შემდეგ, ოპერაციების შემდეგ, ტრავმების შემდეგ, ну თავისთვის გულისხმობ რა თქმა უნდა. საქმე იმაში გახლავთ რომ ჩვენი პირდაპირი თარგეტი, ანუ პირდაპირი ძალიან მნიშვნელოვნად ათვისებული სფერო არის მენტალური ჯანმრთელობა თავისთავად, ანუ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ესე იგი PTSD, ანუ სტრესის მართვა, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით და ну უძილობა და ასე შემდეგ და ADD და ADHD ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ მინდოდა მეთქვა რომ ეს არის ძალიან დიდი პანდემიური პროცესი კიდევ ერთი მიმდინარე 21 საუკუნეში ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ძალიან გავრცელებული და ამაში ჩვენ ვერთვებით ყოველდღიურად დღეში რა ვიცი 10-ობით პაციენტთან და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კიდევ ერთხელ ანუ ჩვენ მას შემდეგ რაც ვიცით რითია გამოწვეული ესა თუ ის მენტალური სიმპტომი ჩვენ დაავადებებს ნაკლებად ვეძახით ჩვენ სფეროში ამა თუ იმ მდგომარეობას სახელდებად ძალიან არ მოგწონს და სანამ ამას მართლა დიაგნოსტიკა აი დიაგნოსტიკა თუ კი ეს ტვინის კვლევაზეა დამყარებული კი ბატონო მაგრამ თუ უბრალოდ ამას ქვია დეპრესია და ესე იგი ეს არის ზერელეთ უბრალოდ სიმპტომებზე დამყარებული ну მესმის რომ ესეა მოწოდებული მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ დაავადებებს არ ვეძახით სიმპტომებს ვეძახით სიმპტომების ნეირობიოლოგიას ვსწავლობთ და ამის გამოსწორებით ვასწორებთ სიმპტომს ეს ერთი. შემდეგ თქვენი კითხვა იყო ტრავმებზე, ინსულტებზე და ასე შემდეგ. სხვათა შორის ძალიან ხშირ შემთხვევაში, ну ეს იგივე ტვინია, ხო? სადაც გაჟონვა მოხდა და სადაც ინსულტის პროცესი წავიდა, ზუსტად იგივე ტვინია, რომელიც პასუხს აგებს ამ პაციენტის მენტალურ ჯანმრთელობაზე. თავისთავად ცხადია და ძალიან ხშირად არის და უკვე რაღაცნაირად თითქოს ესეც მიიჩნევა, მთავარია აღდგენითი პროცესი წავიდეს და მის დეპრესიას იმდენად აღარავინ აქცევს ყურადღებას, თორემ ძალიან ხშირ შემთხვევაში ინსულტის ესე იგი ფიზიოლოგიას ინსულტის პროცესს ძალიან ხშირად მოსდევს მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს და ამაში ძალიან ინტენსიურად ვერთვებით. გარდა ამისა, აღდგენითი პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ პირველი რიგის მეთოდი არ ვიქნებით ინსულტის ესე იგი რეაბილიტაციის პროცესში, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე აღდგენითი პროცესი რაღაცა ეტაპამდე მივიდა, მოტორულ არეაზე კონკრეტული პულსით ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ამა თუ იმ არეალის, ამა თუ იმ ესე იგი კიდურის მოქმედების არეალი. დიდი მადლობა. მინდოდა მეთქვა არაფერი არ ვთქვით ნეიროფიდბექზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი რომ ნეიროფიდბექი და ამით დავასრულოთ. ამით დავასრულოთ. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი თერაპიისა. მას შემდეგ რაც ჩვენ შევცვალეთ, ნახეთ, ლოგიკას გავაგრძელოთ ის ლოგიკა, მას შემდეგ რაც ჩვენ შევცვალეთ ნეიროფიზიოლოგია და სიმპტომიც გამოსწორდა. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ვზრუნავთ იმაზე, რომ დამახსოვრებულ, დასწავლილი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი twinისთვის და გაფიზიოლოგიურდეს. ამისთვის შემოდის ნეიროფიდბექი. ეს არის წახალისების და დასჯის სისტემაზე აწყობილი მეთოდი, კომპიუტერული მეთოდია და არაჩვეულებრივად გვეხმარება იმაში, რომ რაც შევცვალეთ, ის დასწავლილი აღმოჩნდეს და მთელი ცხოვრება გაყვეს პაციენტს. ასე რომ ამის შემოტანა რაღაცა კონკრეტულ დროს მკურნალობისა მნიშვნელოვან შედეგებს გვაძლევს და უმნიშვნელოვანესია ბავშვებში. სადაც ADD და ADHD ვახსენე და ეს არის იმდენად ისეთი პანდემიური პროცესი რომ ჩვენ არ შეიძლება რომ ყველა ესე იგი ბავშვის ტვინი არ ვიცოდეთ, იცით? იმდენად სხვანაირად არის უკვე ყველაფერი აწყობილი გარემოში და სამყაროში, რომ იმდენად დატვირთულია ბავშვის გონება, იმდენი ინფორმაცია შემოდის, რომ სულ რომ ადრე რომ დაბალი პროცენტი იყო ADHD-სა, ახლა იმიტომ კი არ გაიზარდა რაოდენობა ADD-ს და ADHD-ს, რომ ესე იგი შესწავლა და დიაგნოსტიკა თქვენი პირველი კითხვა დიაგნოსტიკა გაუმჯობესდა არა იმიტომ რომ ჩვენი ტვინი არ არის დიზაინირებული იმხელა ინფორმაციის მიღებაზე როგორსაც ახლა ვიღებთ რა ინფორმაციასაც იღებდა ესე იგი მე-17 საუკუნეში 1 წლის განმავლობაში ტვინი იმ ინფორმაციას იღებს დღეს 1 დღის განმავლობაში ბავშვის ტვინიც მათ შორის და წარმოიდგინეთ როგორი სირთულეების წინაშე დგას ეს კონკრეტული ტვინი ამიტომ კონკრეტული უბანი არის ფოკუსზე და კონცენტრაციაზე და ინფორმაციის მიღება გადამუშავებაზე პასუხისმგებელი და ამ უბნის ტრენინგი
და ამ უბნის სწორი მოდელირება, ნეირომოდელირება, ნეირომოდულაცია ზუსტად ამიტომ ქვია ამ უბნის კონკრეტულად ესე იგი ciliary network-ის და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით left prefrontal cortex-ის ventricularული არის ესე იგი ტრენინგი და ნეირომოდულირება იწვევს ძალიან კარგ შედეგებს ბავშვებში, მით უმეტეს რომ მათთან დიდი არჩევანი არ გვაქვს, რა თქმა უნდა არ გვინდა სტიმულანტების დანიშვნა, რა თქმა უნდა არ გვინდა აგრესიული მეთოდების ჩარევა, TMS-საც ძალიან იშვიათად ხმარობთ, როცა უკვე რაღაც სიმპტომატიკა და ADD-ის დროს არ ვურჩევთ პაციენტებს და აქ არის მათთვის ესე იგი ოქროს ესე იგი ადგილი, ოქროს ესე იგი ნაწილი ზუსტად რასაც ქვია ნეიროფიდბექი და მათი ტვინი ტრანსფორმირდება და მოდელირდება ისე რომ ისინი თავს ართმევენ ძალიან ბევრ ტასკს, ძალიან ბევრ სხვაგვარ დავალებას და ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობაც. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბავშვმა ყველაფერი არ უნდა იცოდეს. მშობლებმა უნდა გაითავისონ, რომ ყველაზე დიდი ინფორმაცია, ყველაზე ესე იგი აუარებელი და მოუწურავი ინფორმაცია იცის ერთ-ერთმა ხელსაწყომ, რომელიც ყველა ბავშვს უკვე ჯიბეში აქვს და ეს ტელეფონშია. არ არის საჭირო ამ ხელა ინფორმაციაზე და ამ ყველაფერზე არ ბენინო ბავშვი და ყველაფერი ასწავლო და ყველაფერი დაავალო. თავარია ბავშვებს ვასწავლოთ რა არის სიამოვნების მიღების მთავარი წყარო ცხოვრებაში, რა არის სწორი ცხოვრების გზა და როგორ ამოირჩიონ სწორი, ესე იგი დაბალანსებული ცხოვრება თავისი პროფესიით, თავისი ჰობებით და თავისი ბედნიერი მომავლით. ასე შევქმნით ჩვენ ჯანსაღ საზოგადოებას და ნეიროფსიქომოდულაციის ცენტრში ჩვენ ამას ნამდვილად ვემსახურებით. ჩვენ ვზრუნავთ ჯანსაღი მენტალური ჯანმრთელობის მქონე საზოგადოების შექმნას. დიდი მადლობა უნდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. ექიმი, კლინიკური მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, ნეიროფსიქომოდულაციის დოქტორანტი ამერიკაში, აზა მანთაშაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მე შეგახსენებთ, რომ თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი, სადაც შეგიძლიათ მაგალითად სათვალე მოიხსნათ აბსოლუტურად უპრობლემოდ დისკომფორტის გარეშე და გამოიწერეთ პანამის არხი, სადაც შეგიძლიათ ჩვენ მოგვისმინოთ, ჩვენ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. გმადლობთ. მადლობა მოწვევისთვის, კარგად. ნახვამდის.